გადაცემას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე სიცოცხლის უფლების ხელყოფისა და მძიმე ადამიანური ისტორიების მოსმენის პარალელურად საკუთრების ჩამორთმევის თემებიც განიხილება. ერთ-ერთი ასეთი ამბავი საზოგადოებამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისგან მოისმინა. რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე ახლა ჩვენი სტუმარია, ის დღის ქრონიკას პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თქვენ კომისიას დეტალურად უამბობდით, თუ როგორ იყო ჩართული სახელმწიფო აპარატი წლების წინ ტექნიკური უნივერსიტეტიდან ქონების წაღებაში. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ შეაფასოთ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის და არა მხოლოდ თქვენთვის, საზოგადოებისთვის ამ თემის გამოტანას კომისიაზე და რა კონკრეტული შედეგის მოლოდინი გაქვთ. დიდი მადლობა ქალბატონათია, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, მენელს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენი ქვეყნის შემიძლია თქვა ისტორიაში, რამე თუ როდესაც ქვეყნებს ებრძვიან, იწყებენ ბრძოლას, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებიდან, ძირძველი უნივერსიტეტებიდან, ინტელიგენციიდან და სარწმუნოებიდან. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ეს დარტყმა მიიღო, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უკვე ყველას გვახსოვს ჩვენი მოვლენები, მაგრამ უფრო უდიდესი დარტყმა იმ წლებში და ეს გრძელდებოდა 2008 წლის ჩათვლით და შეიძლება 11 წლის ჩათვლით ვთქვათ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე. ყოველგვარი მიზეზზე შედეგობრივი კავშირის გარეშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც არც კი კითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლეგიალურ ორგანოებს, არც რექტორს, არც აკადემიურ საბჭოს, არც წარმომადგენლობით საბჭოს, გაიტანა აუქციონზე, ასე ვთქვათ, ჩვენი უნივერსიტეტის ფაქტობრივად 20-25% ქონებისა, რომლებიც იყო აშენებული მრავალი წლის წინ და ორი კორპუსი, რომელიც არის ჩვენ ტერიტორიაზე, ასევე კოსტავას სადმე და 17-ში და იქ ახალი შესახლებულები იყვნენ, ლაბორატორიები და ზოგიერთი მკვლევარები, ეს კორპუსებიც გაიტანეს აუქციონზე, ასევე გაიტანეს და წაიღეს შემიძლია ვთქვათ სტადიონი, რომელიც ჩვენი სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი და მრავალი ათეული წელიწადი ჩვენი სტუდენტები იქ ვარჯიშობდნენ. გაიტანეს და აუქციონზე უკვე შემდეგ შეიწყვიტა საქართველოს უნივერსიტეტმა. ეს ფუნდამენტური საკითხია არა მარტო განათლებისა და მეცნიერებისა, არამედ ქვეყნისათვის. ეს იყო დარტყმა მოყოლებული უნივერსიტეტზე, რომელიც მრავალი წელი დაჭირდა ჩვენ უნივერსიტეტს, რომ მიეღწია იმ წარმატებებისათვის, რომლითაც ის მთელი თავის ისტორიის მანძილზე ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. მე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ეს არის ჩვენი თაობის მოვალეობა, ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ეს არის მთელი პროფესორ-მასწავლებლების აზრი, სტუდენტების აზრი და მე გუშინ მოვახსენე საგამოძიებო კომისიას, რომ როდესაც საგამოძიებო კომისიაზე მივიდიოდი, მაშინ მე ახალგაზრდებმა გამაცილეს ჩვენი უნივერსიტეტის აზრი. ესეც მინდოდა მეკითხა ბატონ დავით, თქვენ რომ ხაზი გაუსვით, რომ ეს არის ვალი ამ საკითხის გამოძიება. რატომ თუ შეგიძლიათ ცოტა უფრო ცალკე განმარტოთ, რატომ აქვს ამას მნიშვნელობა ახალგაზრდა თაობისთვის, როგორც სასწავლო დაწესებულების რექტორს ისვამთ ამ კითხვას? ჩვენ ხო მარტო სასწავლო დაწესებულება არ ვართ ქალბატონათია. უნივერსიტეტი არის ქართული სულიერების, თვითყოფადობის, მეცნიერების, წარსულის, აწყოს და მომავლის ცოდნის ტაძარი. ამ უნივერსიტეტების მიერ არის და ჩვენი უნივერსიტეტის მიერ არის ჩვენი ქვეყანა აშენებული, ჩვენი კურსდამთავრებულებისა და ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების, იმ კლასიკოსების მიერ, რომლებიც აქ მუშაობენ და ჩვენი იმედი გვაქვს, რომ მრავალი ათეული წლების მერე და ასეული წლების მერეც იმუშავებენ. ეს ყველაფერი, ეს ხო მარტო ვიღაცისთვის შეიძლება მე გუშინ თქვი და ყოველთვის აღვნიშნავ და ჩემს მომავალ თაობებს მინდა უთხრა. ეს ხო შენობა ნაგებობები არ არის. აქ ხო იმ ადამიანების სული ტრიალებს, რომლებაც აქ მთელი თავის ცხოვრება ჩააქსოვეს, გაიარეს, აღზარდეს თაობები. თუ გინდ ჩვენი მოსამართლეები, ეკონომისტები, მთავრობის წევრები, ოპოზიციონერები, ყველა ხო ამ კედლებშია გაზრდილი. და წარმოიდგინეთ როგორია ახლა ქალაქის ცენტრში, ამ ხელა უმაღლეს სასწავლებელში, რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს, მინდა გითხრათ, მთელ მსოფლიოში, როგორც სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციასა და ჩვენ ყველა კვლევით კოლაბორაციაში მონაწილეობთ და ძალიან წარმატებულად მონაწილეობთ. სოფლიოს მასშტაბით ჩვენივე ტერიტორიაზე რომ აღმოცენდა სულ სხვა უნივერსიტეტი, რომელიც არის შეზღუდული საზოგადოების პასუხისმგებლობა. ჩვენ მე გუშინ ავთქვი და დღესაც ვიმეორებ, აი პირდაპირ ეთერითაც მინდა მიმართო საქართველოს უნივერსიტეტის მესვეურებსა თუ დაფუძნებელს. მათ წარმოადგინოთ თუ რამე დოკუმენტები აქვს და ისინი იმართლებენ ჩვენი უნივერსიტეტისა და ეს უნივერსიტეტი არ არის მარტო ჩვენი, ეს არის ქვეყნის მონაპოვარის, ქვეყნის ისტორია, აწყო და ასე ვთქვათ
მომავალია. წარმოადგინონ ის დოკუმენტები და იმართლონ თავი. ეს იქნება საგამოძიებო კომისია, რომელიც ამას გამოიძიებს. აქ არის ჩვენ ვხედავთ, მე მერწმუნეთ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში მუშაობენ ძალიან მოღვაწეობენ, სიტყვა მუშაობას არ ვიტყვი, პროფესორ მასწავლებლები. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს როგორც ეკონომისტებთან, ასევე იურისტებთან ეს საკითხები და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით იმას საგამოძიებო კომისიიდან, შემდეგ პროკურატურიდან და სასამართლოდან, რომ უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს თავისი კუთვლის შენობა. გარდა დაბრუნებისა, ბოდიში გაწყვეტინებთ დავაკონკრეტოთ მინდა მე დასაწყისში კითხეთ თქვენ მოლოდინზე, ხო? კონკრეტული შედეგის მოლოდინზე. აი, ქონების და კუთვნილი ქონების დაბრუნება არის მაინც მთავარი მოლოდინი თუ უნივერსიტეტისთვის როგორც აი ამ პროცესში ერთ-ერთი მხარისთვის მნიშვნელოვანია დაუშვათ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. მე პედაგოგი ვარ, ქალბატონათია და უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვარ. ადამიანები რომლებიც ამაში მონაწილეობენ დასჯა ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის და არც ჩვენ სულიერებაში არ ზის. რა თქმა უნდა ჩვენთვის თავარია რომ სამართალმა ასე ვთქვათ ურიჭამოს აუცილებლად სამართალი თუ არ აღდგება ქვეყანას მომავალი არ აქვს არც ერთ ქვეყანას სადაც სამართალი არ არის იქ ყოველთვის პრობლემები იქნება და ის ახალგაზრდობა იქნება მომავალი თაობები სადაც სამართალთან ურთიერთობაში არ არიან და ისინი ვერ ხედავენ სიმართლეს მათ გაუჭირდება ცხოვრება და მოღვაწეობა. ამიტომ ეს რა თქმა უნდა აუცილებელია, რა თქმა უნდა ქონება არის აუცილებელი უნივერსიტეტს უნდა დაუბრუნდეს თავისი ქონება, რამე თუ ავტორიზაცია რომელიც მაშინ სრულიად გაუგებარი მიზეზებით შეგვიჩერეს რომ უნივერსიტეტი თურმე არ ყოფნიდა თავისი ფართი და რამოდენიმე თვეში აღვიდგინეს, როდესაც აკადემიკოსი ხუროძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მაშინ კიდე 22000 კვადრატული მეტრი უნივერსიტეტიდან გაიტანეს, ასე ვთქვათ, და წაიღეს, მაშინ თურმე ავტორიზაცია შეიძლებოდა. ამასაც მაშინდელი პოლიტიკური პოლიტიკური ლიდერები ხელმძღვანელობდნენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს იყო ჩართული მთელი სახელმწიფო აპარატი. ეს ის შემთხვევაა, რომ ეს ამას ერთი და ორი პირი ვერ შეძლებდა. იმიტომ რომ ამისათვის მზადდებოდა კანონები, დებულებები, დადგენილებები, რომ ეს ყველაფერი მოყვანილიყო სისრულეში. რამე თუ სასწავლო სამეცნიერო დაწესებულების პრივატიზაცია შეუძლებელი იყო არსებული კანონმდებლობით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს კანონმდებლობა შეიცვალა და გახდა ძალიან მარტივად შესაძლებელი აუქციონზე გატანა. აქ ყველაზე მთავარი ერთი საკითხია კიდე. ეს ყველაფერი ხდებოდა 2008 წლის ზაფხულში. და ის თანხების გადავადება, ეს უკვე ჩვენთვის უცნობია ეს თანხები როგორ შევიდა უნივერსიტეტში, მე მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ არც ერთი თეთრი, არც ერთი კაპიკი არ შემოსულა. ამისათვის შემდეგ გუშინ საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი ახალგაზრდობის ლიდერი იყო წარმოდგენილი, ახალგაზრდები იქნენ დაჭილები, დაკავებულები, როგორც ხდებოდა 2-3 თვეში გამოშვებულები და აკრძალული ჰქონდათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოჩენაც კი. ესე იყო ეს საკითხი, ჩვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს. იმედი გვაქვს, იმიტომ რომ აქ გამოსაძიებელიც არაფერი არ არის, ეს ყველაფერი არც მე ვიძახი ამას და არც ეს ყველაფერი ფაქტობრივად ხელის გულზე დევს. ეს საზოგადოება მიცის და უბრალოდ მე ვთხოვე და ჩვენ ვთხოვეთ კოლეგებს, რომ სადმე გვენახა რომელიმე ქვეყანაში დემოკრატიულ ქვეყანაში თუ სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში და განვითარებად ქვეყნებში თუ მოხდარა ესეთი ფაქტი, რომ უდიდესი უნივერსიტეტი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი შეიძლება მას ასე მოქცეოდნენ და თუ გაყიდულა სადმე უნივერსიტეტი და გადასულა კერძო პრობლემაში. ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია და ეს არცად არ ყოფილა მსოფლიოში როგორც ჩვენ ვიცით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე გახდათ დღის ქრონიკის